შუადღე მშვიდობისა მოგესალმებით თქვენ უყურებთ ანალიტიკას დღეს ორშაბათია საქართველოს ტალღის პირდაპირ ეთერში და ასევე მაუწყებლობთ რა თქმა უნდა იცით სატელევიზიო ეთერი თავისუფალი არხი გვითმობს ეთერს და დიდი მადლობა გვინდა ასევე კიდევ ერთხელ შევუთვალოთ მის ხელმძღვანელობას და ასევე მადლობა ყველას ვინც თვალყურს გვადევნებთ ჩვენ სოციალურ ქსელებში Facebook გვერდზე და YouTube გვერდზე Iza კიდევ ერთხელ გთხოვთ იაქტიურეთ, გამოიწერეთ ჩვენი გვერდები, როგორც Facebook გვერდზე, ასევე YouTube გვერდზე და იყავით ჩვენთან ერთად. ასევე რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარებით ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და შესაძლებელი დაგვარად, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემაც სწორედ ორიენტირებული ყოველთვის მსმენელზე და მაყურებელზე. მოკლედ, ჩვენ დღევანდელი წამყვანი თანაწამყვანები უცვლელი არის იურისტი და ტელეწამყვანი თენგო ომანიძე და ფილოსოფოსი და ანალიტიკოსი ცოტნე მარღია კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. მოდი მე ჩვენ მაინც დავიწყოთ მნიშვნელოვანი საკითხით, მნიშვნელოვანი დღეა დღეს პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს ჩვენს მაყურებელს და ყველას ჩვენს ემიგრანტებს ვინც ჩვენი სამშობლოს შვილებს ვინც კი საზღვარგარეთ იმყოფება ყველას მიულოცო. ნინაობის წინვალე დღესასწაული ნინაობა მიულოცო და ასევე განსაკუთრებით რა თქმა უნდა ულოცავ ყველა ნინოს ვისაც ჩვენი წმინდა ნინოს სახელი ქვია ჯანმრთელობას სიკეთეს და ბედნიერებას უსურვებ ჩვენ მშობელ ქვეყანას და რა ვიცი წმინდა ნინოს შემოსვლაც ჩვენს ქვეყანაში როგორც იყო ასევე ოფელი იყოს მართლა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის ხალხის გამთლიანებისთვის პირველ რიგში და მინდა რომ ასევე მშვიდობა იყოს ყოველთვის როგორც ჩვენს სულში ასევე ჩვენს ირგვლივ ჩვენს ოჯახებში და ყველგან სრულიად მსოფლიოში რა თქმა უნდა არა მარტო საქართველოში ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და ულოცავთ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ ასევე რადგან მილოცვაზეა საუბარი პოლიციის დღე იყო და სახელმწიფოში დაწესებულია პოლიციის დღე და მართლა გული და სულით მინდა ჩვენი სამართალდამცავ ორგანოების ნებისმიერ თანამშრომელს ადამიანებს რომელთაც ასაკის და მიუხედავად ვეტერანები იქნებიან ესენი ახალგაზრდები იქნებიან ესენი ახალი დამწყები ახალ ბედები თუ ახალ დამწყები იქნებიან ყველა პოლიციურ დანაყოფში ყველას მიულოცო პოლიციის დღე ყველა იმ ადამიანს ვინც მუნდირს ატარებს ყველა ღირსეულ პოლიციას მიულოცო ეს დღე და ჩვენი მხრიდან მადლობა უთხრათ მადლობას ვეტყვით რომ ჩვენი მშვიდობისთვის ჩვენი უსაფრთხოებისთვის ჩვენი კეთილდღეობისთვის ისინი მუშაობენ შრომობენ 24 საათის განმავლობაში იქნება ეს თუ დღის მცირე მონაკვეთშიც კი და მინდა ყველას დიდი მადლობა უთხრა და ვფიქრობ რომ ეს არ არის რაღაცა მით უმეტეს არც არასდროს ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი პოლიციელი საერთოდ პოლიციაში მუშაობა შენი ქვეყნის მოქალაქის დასაცავად ყოფნა რა ვიცი საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში რთულია რაც არ უნდა დაალაგებული ქვეყანა იყოს მაინც ისეთია ხო პოლიციის მუნდირის დარება და მით უმეტეს განსაკუთრებით ჩვენ ერთ ტიპის ქვეყანაში ყოველთვის რაღაცა და ჩვენ გვაქვს ცირედი მაგალითები, მაგრამ გვაქვს თანამედროვე ცხოვრებაში მაგალითები ბევრი გმირად მართლა გმირი პოლიციელის და მინდა ყველას მიულოცო ეს დღე გუნებრივია პოლიციის დღე ყველა პოლიციას ყველა ღირსეულ პოლიციას მინდა მიულოცო და რადგან მილოცვები არსებობს რადგან მილოცვებზე ვარ ცოტა ისე გამოგვდის ну ერთმა კარგმა ქართველმა კარგმა სპორტსმენმა ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ რა ვიცი, ქართველი ხალხი ხო გაერთიანა. მით უმეტეს რაც ბოლო პერიოდში გვჭირით ჩვენ, ხო? ბანაკებად დაყოფილები რო ვართ. ნუ ვის ვინ მოწონს პოლიტიკურად კი არა, საერთოდ ვინ საით იყურება და ვის რა გემოვნება აქვს. ეს ხო ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ აი ამ ერთმა კარგმა ბიჭმა, კარგმა ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ ჩვენ ხო გაგვამთლიანა, გაგვაერთიანა და აი რა ვიცი მეორედ მოიპოვა პარის სენ-ჟერმენს მიულოცოთ ზედიზედ მეორედ მოიპოვა რა ვიცი ჩემპიონთა ლიგის თასი და ეს არის მართლაც საოცარი რამ აი რა ვიცი ბედნიერება
ხო რაღაც ესეთი რამ არის არა რაღაც აი მომენტში მთელი აი რა ვიცი ბედნიერები უყურებდით ბედნიერები იყავით რომ დავსხედით ცისფერ ეკრანებთან რომ გვეყურებინ ამ თამაშისთვის და მართლა ბედნიერები ვართ რავი დღემდე და უკვე მეორე წელია ZZ ჩვენს ესე გვაბედნიერებს და გვიხარია მას პირადად ულოცავთ გუნდს Paris Saint-Germain-ს და სხვათა შორის საფრანგეთში ვინც ნახა ახლა ეს ცერემონია როგორ ტარდება ხოლმე ხვიჩა კვარაცხელიას არ ვიცი რამდენიმე მილიონი ალბათ ხო რა 1 მილიონი ადამიანი ყველა ვარიანტში ასე გამოხატავდა რა ხვიჩა კვარაცხელიას მეტიც ერთადერთი და გვინდა რომ ხო და სრულად ყველას ულოცავთ აქ არა აქ აუცილებელი რომ მაინც Paris Saint-Germain-ს ჩვენ ყველანი გავხდით რაღაცა Paris Saint-Germain-ს თუ არ ვიყავი ამ გუნდის არანაირად შეთხოს მაგრამ გავჩდით ყველანი გავჩდით Paris Saint-Germain-ს კომაგები და რა თქმა უნდა ვართ ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში მართლა კაი კაცი რომელსაც თავის შრომით მიაღწია და ერთმა გაუმარჯვეს მაგრამ ჩვენ კი ვთქვით რომ გაგვაერთიანეთ თქვა ერთი ისე იუმორით ცოტა ხო შეიძლება მე მგონი იუმორზე არ აკავებენ ხო სახალი სამინისტროში ამაზე ვილაპარაკეთ მაგრამ ერთი ფოტო მინდა ჩვენმა რეჟისორმა გაუშვა მაგრამ აი ერთი ფოტო მინდა გაუშვა ჩვენ კი გაგვაერთიანა ყველა მაგრამ აი ეს ხალხი მაინტერესებს ეხლა სად არიან ნახოთ ეხლა ფოტო სადაც გამორჩეულად ჩანა ფოტოზე ხვიჩას გვერდზე რა თქმა უნდა გაკეთებული ფოტოა ის ჩვენი თანამემამულეები, ნუ ჩვენი თანამემამულეები ესეც რომლებიც პირველი დღიდან ხვიჩა კვარაცხელიას ამბობდნენ რომ რისი მომგები და საერთოდ რისი გამკეთებელი არისო და აი ეს ფოტო ინტერნეტში გაჩნდა ეს არის სამი ის ადამიანი საბედნიეროდ ცოტანი არიან ესე მაგრამ ეს ის სამი ადამიანია რომელიც არ ვიცი ენერგიას არიშურებდა და აბა და ხვიჩა კვარაცხელიას პრინციპში აკრიტიკებდა ერთ-ერთი რაღაცის გამო, იმიტომ რომ მანამდე თამაშობდა რუსეთის კლუბში და კიდე ერთი იმიტომ რომ ქართულ მოძრაობამ, ანუ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ დღეს ვინც არის, უბრალოდ რამოდენიმე სიტყვა კარგი თქვა და არ ვიცი მე. ცუდი არ თქვა და აი ეს ის ხალხია, ეს ფოტო, აი ეს სამი ადამიანია, რომელიც 200-ით უკვე ხვიჩა კვარაცხელია, ზედიზედ აღებული 200-ით უყურებს შესქერიც ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა ეს იუმორი, მაგრამ ეს იუმორიც რა ვიცი მართლა მაინტერესებს ესენი ერთად თუ არიან ეხა სადმე და საერთოდ დიდი ხანია არსად არ მინახავს ეს ხალხი მე არ შემიძლია შეიძლება ღმერთო კარგად აღოს უბრალოდ ხო საინტერესო იქნება მათი ეხლა შორის ერთ-ერთი არის ეხა ის ერაძე არის გვარად მეგონი სპორტული ჟურნალისტი ეგ როგორ რაღაც არის ეხა მისთვის არის ხაია ყველას მაგარი აი ძალიან ისეთი რა არის ეხა კვარაცხელიას ზედიზედ ორმაგი ჩემპიონთა ლიგა აი როგორი მოვლენა იცი და ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის რატო აი სხვანაირადაც რო შევხედოთ აი მესი ხო ეხა არის ალბათ ძალიან ბევრი ამბობს და შეიძლება მეც ვეთანხმები ყოველ შემთხვევაში მე ვინც მინახავს ალბათ მისი დარი ფეხბურთელი არ იყო და ალბათ შეიძლება მომავალშიც არ მიუხედავად იმისა რომ რეალის გულშემატკივარი ხარ აღიარეს კი და აი ზედიზედ 2 ჩემპიონთა ლიგა მაგალითად ლიონელ მესის არ აქვს ანუ მან ვერ მოახერხა ის რომ ზედიზედ 2ჯერ აი იმ ბარსელონაში რომელიც ყველაფერს უგებდა და ყველას უგებდა მათ შორის აი რეალს გაგვიწარა სიცოცხლე რაც მე მახსოვს ჩემი ზედიზედ 2 ჩემპიონთა ლიგა არ აქვს და ეს ძალიან დიდი მოვლენა ერთადერთი ლუის ენრიკე იქაც იყო ხო რა თქმა უნდა ლუის ენრიკე ერთხელ მოიგეს ერთადერთი კლუბი და ფეხბურთელები ვისაც ეს აქვს გაკეთებული 23-ჯერ აქვს ისე მადრიდის რეალია და იქ რამდენიმე ფეხბურთელი ვინც შემორჩა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში მათ აქვს ერთ-ერთი 3-ჯერ ზედიზედ და ესენი ისეთ ფორმაში არიან რომ შეიძლება მომავალ წელსაც დანაგის ვიწყარი ხო ხვიჩა ამ შემთხვევაში არის სამყარო ფეხბურთელია ხო ანუ ძირითადი სამყარო ფეხბურთელია ეს და ვერონვერი ტყვის რომ რაღაც აი დაუმსახურებლად რაღაც სათადარიგო და სკამზე იჯდა და უბრალოდ გუნდის სიაში წერია და არა ნამდვილად აი წამყვანი ფეხბურთელია ყველაზე ძლიერი დღესდღეობით ევროპული კლუბი წლის ფეხბურთელად აღიარეს გუშინ კი ბატონო წლის ფეხბურთელადაც აღიარეს ჩემპიონთა ლიგა სანამ აი მილოცვებზე ვართ კი ბატონო გამოგვრჩა და ბავშვთა დაცვის დღეა დამავიშთა და მაპატიეთ კი ბატონო და მათ რადგანაც გამახსენე მინდა და მოტან ვარჯიშე გოგონა რომელმაც სოფელი მართ საქართველოს ისტორიაში პირველად აიღო медали. გამოგჩა დამავიშთა სახელი და გვარი ბაბატიეთ, მაგრამ ისა და რა თქმა უნდა ბავშვთა დაცვის დღე, აი სწორედ მაგას ვეუბნები თენგოს რომ კიდე ერთი დღე არა რაღაც გავუწყდებათ, ხო? იმიტომ რომ მე ამჯერად ხო სხვა ლეპტოპით ვარ თენგობს აქ მისაკუთრებული ჩვენი საერთოდ ლეპტოპი წამყვანების ამ შემთხვევაში. ამიტომ ხო ბავშვთა დაცვის დღე არის დღეს საერთაშორისო დღეა ბავშვთა დაცვის და ყველა ბავშვს მშვიდობიანი ცა, მშვიდობიანი გარემო
მშობლებთან და საკუთარ ოჯახთან ერთად. მინდა სიკეთე უსურო და ბავშვების სიცილი კისკისი გვესმოდეს სულ ამოდენიმე დღის უკან ბატონ კოტესთან ვიყავი მიხაზესთან სახში მისული და რამოდენიმეჯერ თქვა და გაიმეორა ერთეგივე ფრაზა რომ ბავშვებისო ხმაო აი ეზოში რომ თამაშობენ ბავშვებიო და ხანდახან ბურთს არ ტყავენო კარებსო აი ბურთს აჯახონო ხო იცი ბავშვობაში გავიკეთებიეს სამწუხაროდ ეხლა აღარ არის იმდენიო და ხანდახან რომ თამაშობენ ბავშვები ჩემი სახლის წინო და ბურთი რომ მოხდებოდა რაღაცაო პირიქით სიამოვნებსო იმდენად უკვე სამწუხაროდ აი ბავშვები ეზოში და ბურთის თამაში და ასე შემდეგ არ მინახავსო და აღარ არის უკვე სამწუხაროდ ნუ იმედი მაქვს რომ ეს ახლა უბრალოდ ესე აღარ არის დროებით მარჯვენა სანაპიროზე და ესეთი მაგრამ აი ყოფილიყოს ყოველთვის გაგვიგოს ბავშვების სიცილი ჟრიამული და რა ვიცი ჩვენ დროსავით ჩატახილი ფანჯრები და ეს და მე რო გავბოდით ხოლმე ბურთის გამო და ნუ რაღაცეები სხვანაირად ხდება მაგრამ მინდა რომ ბედნიერები იყვნენ ყოველთვის და გახარებულები თავის მშობლებთან ერთად და ყველაზე წარმატებული საკუთარ სამშობლოს რო გამოადგება ყველა ისეთი გაზრდილი იყოს და მე იმედი მაქვს რომ რაღაცა ძალიან მალე მივიღებთ რაღაცა გვექნება იმის საშუალებას და დროც რომ ვიფიქროთ ბავშვების მართლა ისეთ გარემოზე და ჯანსაღ გარემოზე და იმაზე რომ ესე თითოეულაკია უკვე მასიურად იქნება წარმატებები ბავშვების და მართლა ჯანსაღი ცხოვრებით იქნებიან დაკავებულები. სამწუხაროდ დღეს სხვანაირი რეალობა და სხვანაირი რაღაცა ხდება და ამიტომაც გვიწევს ასე ყოფნა. კარგით, მილოცვებიდან დავიწყოთ, უკვე გადავედეთ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე დღეს ერთად მაინც საგარეო კუთხე გვექნება საუბარი, მე გადავცემ ესტაფეტას თენგოსას და თენგოს და ცოტნეს ეხა და ალბათ რა ვიცი, პირველ რიგში დავიწყოთ თუნდაც აი რაც ვიხუმრეთ კიდევაც რომ არაფერი არ გვითხოვს ისეთი რომ დაგვაკაუნტკო მაგრამ შეიქმნა ახალი დეპარტამენტი და მოკლედ თქვა და მაინც გავაფრთხილოთ პირველ რიგში მეც მინდა ყველა მილოცვას შევერთდე რაც ითქვა 4 რაღაც თუ 5 რაღაც ჩამოტვალე განსაკუთრებით აი ბოლო ეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე არის რა თქმა უნდა არ მხოლოდ საქართველოში არ აღინიშნება ეს და უმნიშვნელოვანესი არის იმიტომ რომ ალბათ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ კიდე ამ სტუდიის გარეთ ქვეყანაში თუ მსოფლიოში ყველაფერი საბოლოო ჯამში იმიტომ უნდა კეთდებოდეს რომ ბავშვებისთვის არსებობდეს ისეთი გარემო სადაც ისინი აღიზრდებიან სულიერად მენტალურად ფიზიკურად ჯანსაღები და შექმნიან იმაზე უკეთეს ვიდრე შეგვიძლია რომ ეს შექმნათ ჩვენ და ამას უსურვებ რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენს პატარას იმიტომ რომ მართლაც არაფერი არ არის იმაზე დიდი სიხარული ვიდრე როცა ხედავ გახარებულ ბედნიერ ბავშვებს და აი ეს მინდა ჩემს ქვეყანას უსურვო რომ ყოველთვის ესეთი თაობა ყოფილიყოს ჩვენთან პატარების თაობა რომლებიც ბედნიერები იქნებიან მოწყვეტილები ყველა ტვირთს, ჭირს, უბედურებას მათთვის არ იქნება ეს ყველაფერი და როცა გაიზრდებიან კიდე მათ კონდეთ აბსოლუტურად სხვა გამოწვევები, განსხვავებული იმისგან, ვიდრე გვაქვს ჩვენ. გამოწვევა ყველა თაობას აქვს და მათ უნდა კონდეთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები. ჩვენი თაობის გასაკეთებელი რაც არის ჩვენმა თაობამ უნდა შეასრულოს, ქვეყნის გამთლიანებიდან დაწყებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩვენი ტვირთია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეს ტვირთი არ უნდა გადავცეთ არც ერთ შემთხვევაში ჩვენ შვილებს. ეს არის ალბათ ნომერ პირველი ამოცანა და ამას ვისურვებდი. რა შეეხება ეხა რაც თქვით და ვიხუმრეთ თუ რამდენად არის ეხა ეს სახუმა რომ მოდი ეგეც თქვათ შეიქმნა ახალი დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში რომელიც გააკონტროლებს საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს უფლებამოსილებებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკითხი შეეხება სიძულვილის ენას, სხვა ადამიანის ღირსების შემლახველს, შეურაცხყოფელ განცხადებებს, რომლებიც კეთება საჯარო სივრცეში, ანუ აქ არავინ იფიქროს, რომ მხოლოდ Facebook-ზე საუბარი არა, მათ შორის მედია საშუალებებში, ანუ ნებისმიერი სახის საჯარო განცხადება, რომელიც შეიცავს ღირსების შემლახავ შეურაცხყოფელ კონტენტს, ან სიძულვილის ენას, იქნება ამ დეპარტამენტის მიერ შესწავლილი. და მოხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა განმარტავ რომ არ გულისხმობს ავტომატურად დაჯარიმებას, ანუ შედგება ოქმი, შემდეგ ეს ოქმი გაეგზავნება უკვე სასამართლოს და სასამართლო იქნება ის ორგანო, რომელიც განჯის რეალურად არის თუ არა სახეზე სამართალდარღვევა. როგორც გაირკვა, რაიმე საკანონმდებლო ცვლილება არ მოყვება ამ ყველაფერს, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მოხდება ამ საკითხებზე რეაგირება. ჯერჯერობით 10 თანამშრომელი ეყოლებაო, ესეც ვთქვათ, მოდი ახალ დეპარტამენტს. ნუ ალბათ მე უკვე საქმიდან გამომდინარე შეიძლება დაამატონ კიდეც ახალი თანამშრომლები, იმიტომ რომ ჩვენი საჯარო სივრცე მართლაც ნოყიერ ნიადაგს აძლევს აი ამ ძვირფას დეპარტამენტს სამუშაოდ, იმიტომ რომ
სამწუხაროდ აი ეს მართლა სიძულვილის ენა თუ ერთმანეთის მიმართ ბოღმის და ღვარძლის თხევა ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ვიმჟელოთ, მოდი ამაზე ზოგადად საჭირო არის თუ არა რა მინუსები აქვს, რა პლუსები აქვს. მე ვხედავ იმის საშიშროებას, რომ ეს რეალურად არის აზრის კონტროლისთვის შექმნილი მექანიზმი. ყოველ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, რომ არასათანადო მიზნებით გამოიყენოს, მაგრამ მეორეს მხრივ ის, რომ იგივე ჩვენი Facebook სივრცე არის მართლაც დაბინძურებული ერთმანეთის მიმართ შუღლით და ღვარძლით და შეურაცხყოფით და ღირსების შელახვით, ესეც არის ცხადი. აი გუშინ საერთოდ მაგალითისთვის რაღაც ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც მეორადი ტექნიკის ჯგუფი არის, ანუ აი რა შეიძლება იქ იყოს რამე ისეთი, რის გამოც ადამიანს შეურაცხყოფა უნდა მიაყენო, მაგრამ აი მაგალითისთვის ერთ-ერთ მომხმარებელს რაღაც ტელევიზორის ნაწილი ედო, რომ აი ეს რა ნაწილია და რა ფასი ღირს და მაგაზეც კი ერთმანეთს აგინებდნენ, მე ვიღაცამ დაუწერა, რომ აიღე ეგ ნაწილი და რაღაც სხვა მიმართულებით გაიგეთე, მე იმან იქიდან აგინა, მაგაზეც კი ან ნებისმიერ რამეზე ამ ხალხს შეუძლია, რომ ერთმანეთს აგინოს, აფურთხოს, შეურაცხყოფა აყენოს, სრულიად უცნობმა ადამიანებმა, სრულიად უმიზეზოდ ერთმანეთს. ესეთი მდგომარეობა პრინციპში რო არ შეიძლება რომ არსებობდეს ქვეყანაში, ესეც მესმის და ეს არის არგუმენტი, რომ რაღაც ფორმით უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის რეგულირება. მაგრამ ნუ ეხლა რამდენად უნდა აკეთებდეს ამას პოლიცია და რამდენად უნდა ხდებოდეს ამის გამო ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ეს ალბათ მეორე საკითხია და რამდენად ახლავს ამ ყველაფერს ის რისკები, რომ დაინტერესებულ მხარეს შეუძლია მიკერძოებით, ორმაგი სტანდარტით იმუშაოს ამ შემთხვევაში. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გარანტია, რომ იგივე ქართული ოცნების მომხრეების დაჯარიმებაც მოხდება, რომლებიც არანაკლებ აგრესიით გამოირჩევიან. არ ვიცი, ალბათ აი ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ერთის მხრივ, რომ კიდე ერთხელ გამეორდები, რომ სოცქსელში რაღაც გარკვეული ტიპის რეგულაციები, არ ვიცი, საკანონმდებლო რეგულაცია იქნება მაინდა-მაინც თუ აი როგორც სხვა ქვეყნების მაგალითებია, გერმანიის, საფრანგეთის მაგალითი, რომლებიც აი მეტასთან თანამშრომლობენ იმ ფორმით, რომ თვითონ ასე ვთქვათ, ეს მწარმოებელი კომპანია ახდენს გარკვეულწილად კომენტარების თუ მოსაზრებების ფილტრაციას, მე ეს გზა უფრო სწორი მეჩვენება, რომ თვითონ Facebook-ი უნდა იყოს პასუხისმგებელი, ვინაიდან ის არის მომწოდებელი ამ პლატფორმის, მას უნდა კონდეს რაღაც ისეთი ტიპის ვალდებულებები, რომ რაღაც შეზღუდვები არსებობდეს და არა ის, რომ უბრალოდ პოლიციამ დაგაჯარიმოს, იმიტომ რომ შეიძლება მოეჩვენა შენი აზრი ვიღაცის მიმართ შეურაცხყოფელა და საერთოდ ეს კონტექსტი შენ არც გქონია, არც გიგულისხმია. აი საინტერესოა ცოტნე შენი მოსაზრება როგორი იქნება. ეგ დავამატებ უბრალოდ აი ცოტნესთან მithumetes უფრო საინტერესო იქნება ხა. რამდენად არის და იყო საჭიროება, რომ თალკე დეპარტამენტი გაკეთა, რაღაც ხელმძღვანელი პირები ყავს, რაღაცა 10 კაციანი გუნდი კეთდება, მithumetes ეს ბატონ მამუკას ირგვლივ და დინარაძეს გულეს ხო ამ შემთხვევაში და რაღაცა ეს გამოყოფილი სამსახურია. რამდენად არის იყო საჭირო, თქვათ, ეს დანახარჯები თუნდაც, ხო, ეს ხარჯია, ხო? რაც ყველაფერი გადაივლის ჩვენ კისერზე ხა, რა მგონი, ამათ ხა, იმენ თქოს, რომ ჩალბა ჩვენი ამოღებული გადასახადებიდან აიღებს, ხო, ეს ხალხი ამ ფულს. და მეორე კიდე რამდენად უშველის ეს და შეცვლის, მოდი პირდაპირ თქვათ, ეს საქართველოს პრობლემა არ არის. რამდენად შეცვლის ეს და ეტაკება ახლა და გარდატეხას მოახდეს, ეს მთელ მსოფლიოში ხდება. Facebook-ი, არ ვიცი. მე ხა თან გამახსენა ქართული რეალობა, მაგრამ ძალიან ბევრი უცხოური პლატფორმა ვიცი. საოცრება ხდება და ერთ მაგალითს გეტყვით რა. გერმანიაში მაგალითად არის ასეთი სოციალური ქსელი კი არა, eBay, ანუ გაყიდვების საიტი, ხა. ჩაურობრივად იქაც ონლაინ გაყიდვები, იქაც კომენტარები იწერება და ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რა ვიცი ხა, ნუ გერმანელი ხალხია ეს და შეიძლება გერმანელი არ იყო ისიც, არ მე გერმანელ ხალხს მივაწერო ხა მაინც და მაინც, მაგრამ ნუ თავისუფალი გადაწყვეტილება, რასაც გინდა დებ იქ, რასაც გინდა ხიდი, ნუ საუბარია ლეგალურზე. თავისი ნახმარი ამობრუნებული წინდა ესე დადო, Adidas-ის წინდა, ცნობილი, ანუ კომენტარებში გააკეთა, რომ GDR ეს FRG, ანუ მაშინდელი ზოლი და ნუ დადო და დააწერა ფასი 5 ევრო თუ რაღაც. იქ რო კომენტარები წაგეკითხა. ანუ მართლა, ანუ ჯერ გითით აიწია ამ ფასმა და ხა უბრალოდ საერთოდ, მაგრამ კომენტარები რო გეკითხა იქ. იქ ქართველი არავინ არ იყო ხა, საბედრიეროდ არც გუნცი იყო და არც ისა, მაგრამ მე რას ვამბობ, იცი რატომ მომყავს ეს მაგალითი. გინდ გაშარჟების კუთხით და გინდ მართლა დაპირისპირების კუთხით ეს სოფლიოში ხდება და ხა. როგორ უნდა რავი, უშველით ხა ჩვენ ამას და ანდა რა განსაკუთრებულ დანაშაულში მაგალითად რა ვიცი, შეიძლება გონია სახელმწიფოს რომ რაიმეზე ცუდი რო არ მომختارიყო ამას მაგალითად ორი დაპირისპირებული ადამიანები ვიდრე შეხვდებოდა ერთმანეთს, აკვეთოს რაიმე უფრო ცუდი ლეტალური შემთხვევა?
ბატონო, მოდით ესე დავიწყოთ. ჯერ ისე მე ბოლოს თენგო მე რომ მოურჩები ოღონდ მანამდე არ გამაწყვეტინო მიმასოხე აი დავუშვათ ეგ იურიდიულად როგორ ხდება როგორც იურისტმა რომ აი დავუშვათ ვიღაცამ დაწერა კომენტარი ან Facebook სტატუსი ან საჯარო ტელევიზიაში თქვა რაღაცა ჩემზე დავუშვათ ხო და ამაზე აღძრა საქმე აი ამ დეპარტამენტმა მაგრამ აი დავუშვათ მე თუ თქვი რომ მე აღვზნობ თავ შეურაცხყოფილად მე როგორ ხდება რომ ეს ამ ადამიანის მიმართ მაინც მის ეს საქმე წარმოება თუ შეწყდება ხო მომშივანი თუ არა თუ სიამოვნებს იმას თუ სიამოვნებს შეიძლება არ მინდა ეხა იმის გამო რომ რაღაცა თქვა ადამიანმა ან ციხეში ჩავსვა ან ჯარიმა დავაკისვა ჩემი ხო მაგრამ ფეიქს როგორ გააკონტროლებ ეგეც საინტერესო მე მყავდა მეგობარი ბოდი შეეწამი და მე მყავდა მეგობარი ცოცხალია ეს კაცი და მეთოდის გამო ჩვენ ბავშვობაში რა კორპუსში შემოდიოდა ეზოში აგინებდა კონკრეტულ ერთ მიმდინარეობას რა პოლიტიკოსების ვიღაცისტებს აგინებდა ღამე და გინებას უმორჩებოდა სახელს და გვარს ამბობდა ჩვენი ერთი მეგობრისას მე ვარო თქვენი ესა და ესე ანუ შემდეგ დილი დაგებოდნენ იმას ხო და აქ ამ შემთხვევაში რომ იგივე მოხდეს არ Facebook-ზე როგორ უნდა გააკონტროლოს აი კი ბატონო ეგ მე როგორც იურისტმა პასუხი გამოსცეს ზოგადად ესეთი ცნობილი გამოთქმა არსებობს რასაც არ გრძალავს კანონი გრძალავს ზნეობა და აი სახელმწიფო თუ დაიწყო ზნეობრივი და მორალური ესე ვთქვათ საკითხების რეგულირებით ცდელობა მით უმეტეს კონტროლი ხო კონტროლი და რეგულირებით ცდელობა ეს კრახი დამთავრდება იმიტომ რომ ეს გამოთქმა არსებობს ოდითგანვე და არსებობს იმიტომ რომ რაღაცა არსებობს რაღაცა ჩარჩო, საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც შეიძლება მოქმედებდეს სახელმწიფო და არსებობს რაღაცა ზნეობრივი ჩარჩო, მორალური ჩარჩო, რომელშიც სახელმწიფო ვერ ჩაიჭრება, რამდენადაც ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, ჩაჭრით კი ჩაიჭრება, როგორც ეხლა რომელზეც დაწერილი კანონი არ არის რა რაღაც შეიძლება დაწერო, როგორც ეხლა აკეთებენ ამას, უბრალოდ ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, სწორი და მიზანშეწონილი. სწორედ იმიტომ, აი რაც თქვა თენგომაც, რაც შენ გავუსვი ხაზი მერაბ, რომ აქ არსებობს ძალიან დიდი რისკები და საფრთხეები იმისა, რომ ყველა თანხმდებით იმაზე, რომ ეხლა გასაგებია აქ არავის არ მოსწონს ერთმანეთის ლანძღვის მოსმენა, ან ყურება, ან წაკითხვა, ხო? ეხლა ადამიანები ერთმანეთს ლანძღავენ, ეს არ არის სასიამოვნო მოსასმენი და საყურებელი. მაგრამ ეს არის რაღაცა ასე ვთქვათ ზნეობრივი მომენტი რა, მორალური მომენტი ჩემი კულტურის ასე ვთქვათ ჩემს კულტურას წარმოვაჩენ მე ამ ქცევით და შენ ოდესაც რაღაცა ორგანოს ქმნი, ეხლა ჯერჯერობით როგორც ვიცი არ არის საუბარი ეხლა სისხლის სამართლის დანაშაული როგორც ვიცი არ არის ადმინისტრაციული საქმე წარმოება იწყება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის მცდელობა საბოლოო ჯამში, რისკენად შეიძლება ეს მიმართული იქნას, ეს არის მცდელობა საზოგადოებრივი აზრის კონტროლისა, იმ აზრის კონტროლისა, რომელიც შეიძლება საზოგადო ხელისუფლებაში დღეს ქართული ოცნებისთვის, ხვალ შეიძლება სხვა იყოს, ეხლა სულ ქართული ოცნება ხო არ იქნება, ხვალ შეიძლება მოვიდეს სხვა ადამიანი, სულ რომ დაუშვათ კეთილსინდისიერი იყოს ქართული ოცნება, დღეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობა, სულ რომ რაღაცა აი უკეთილშობილესი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამას არც კი იკადრებენ, დაუშვათ, რომ აი იმდენად კარგი ადამიანები არიან, იმდენად კეთილსინდისიერები, რომ ამას არ გამოიყენებენ იმ მიზნისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრი აკონტროლონ დღეს და შეზღუდონ არასასურველი საზოგადოებრივი აზრი, ჩაახშონ ეს აზრი, ხვალ შეიძლება ისეთი ადამიანი მოვიდეს იქ, ხო, ქართული ოცნების შემდეგ, ან რა ვიცი, 20 წლის შემდეგ ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ამას ამ მიზნით გამოიყენებს. არც ესენი არ დააკლებენ ჩემი აზრით, მაგრამ იპოთეტურად ვამბობ, ხა თუ ქართული ოცნების რომელიმე მხარდაჭერს ექნება, ეკითხო რა ამას არიზამენ ესენი, კაი, დავუშვათ დღეს ესენი არ შვებიან ამას. ხვალ ვიღაცა რომ მოვა, ხვალ ხო შეიძლება იმან გააკეთოს და გააკეთოს თქვენ წინააღმდეგ, ჩემ წინააღმდეგ, იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც დღეს ამას მხარს უჭერს. დღეს თვითონ ქართული ოცნების წინააღმდეგ შეიძლება ყოფილი. დღეს ქართული ოცნების მხარდამჭერ, რომელიც ამ ყველაფერს ტალიშს უკრავს და მოსწონს, ხვალ შეიძლება ახალი ხელისუფლება მოვიდეს და მის წინააღმდეგ გამოიყენოს მსგავსი კანონმდებლობა და ეს არის ზუსტად საფრთხე იმისა, რომ ჩვენ თუ დავუშვათ აი საუბრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაზე ელემენტარული რაღაცა იმისთვის რომ რაღაცნაირად გავდეთ მაინც დემოკრატიულ საზოგადოებას არის ის რომ ქვეყანაში უნდა შეიძლებოდეს აზრის თავისუფალი მიმოცვლა. ანუ ადამიანს არ უნდა ქონდეს შიში საკუთარი შეხედულების საჯაროდ გამოხატვისა. მესმის ის არგუმენტის რომ ამ აზრის გამოხატვა შეურაცხყოფის გარეშე არის ნორმალური, სწორი და ყველასთვის მისაღწევი ცივილური ფორმა, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფრთხე ჩდება იმისა რომ
ეს კანონმდებლობა, ეს დაუშვათ სამმართველო თუ დეპარტამენტი თუ რაც არის, შეიძლება გამოყენებული იქნას აი ამ ყველაფრის საწინააღმდეგო, თავისუფალი აზრის საწინააღმდეგო შეიძლება გამოყენებული იქნას და რაც საბოლოო ჯამში პრობლემა არის თლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, პრობლემა გახდება ქართული სახელმწიფოს და პრობლემა გახდება თვითონ ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ აი ამ ხელა უკმაყოფილების პირობებში, რომელიც ქვეყანაში არსებობს ქართული ოცნების მიმართ და ამას თვითონ ქართული ოცნების მესვეურებიც თუ თვალებს არ დაიბრმავებენ და კარგად მოისმენენ და მიაყურადებენ, ნახავენ ამ ხელა უკმაყოფილება არსებობს მართველი პარტიის მიმართ ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, ხო? მთელი რიგი სოციალური პრობლემები, მთელი რიგი რაღაცა იქ კამპანიები ქვეყნის შინით, რომელიც მიდის და რაღაცა ერთმანეთზე უარესი ხდება ყოველ დღე და გვესმის ეს ყველაფერი და პლუს რაღაცა ეს გარე ფონიც, რომელიც თელს სოფლიოში მიდის, ეს ძიმე ფონი, ძიმე აურა, ომების, სისხლისღვრიის, დაპირისპირების, ხელახალი ომების გაჩენის საფრთხები და ასე შემდეგ. ეს ქმნის აი ამ უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ და ამ პირობებში შენ როდესაც სპოპ იმის საშუალებას რომ აი ასე ვთქვათ, როგორც აი ეს ცუდი ტერმინია შეიძლება, მაგრამ აი ბოლი გამოუშვა საზოგადოებამ, რომ რაღაცნაირად დაიხარჯოს ეს ნეგატიური განწყობები, ემოციები, რომელიც არის დაგროვებული მართველი რგოლის მიმართ და ესეთი სულდრო რაღაცა საოცარი მთავრობა იყო 14 წელი როცა ხელისუფლებაში იქნება შენზე რაღაცა უარყოფითი ისინი დაგროვებული ნეგატიური ამას რომ კეტავ ესეც შეიძლება პრობლემა გახდეს ქართული ოცნებისთვის ხვალ და ზეგ და დავამთავრებ უცებ ბოდიში არის თავარი პრინციპი რა არის აი ეხლაც კი ჯერაც კი აი მიუხედავად იმისა რომ არაერთხელ და დიდი ხანია უკვე ამ ხალხს ვეჩიჩინები ჩვენ რომ რაღაცა ეს ილუზორული წარმოდგენები დასავლურ ორგანიზაციებზე ევროკავშირზე და ნატოზე და ასე შემდეგ რომელიც ჩამოშლის პირასაა ფაქტობრივად დაივიწყონ და გადადგან ქვედითი ნაბიჯები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიუხედავად ამ ჩვენი შეგონებისა ამას ესენი ყურად არიღებენ და დღემდე რო კონსტიტუციაში რო გააშუალეს ის 78 მუხლი დღემდე აგზელებენ ეხა იყო მე მაგას ალბათ ორი სიტყვა უნდა თქვა ამერიკის საელჩოს განცხადება ხო რაც იქ შეხვედრებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ანუ ეს კურსი პროდასალური კურსი ქართული ოცნება ამ კურსს ესე ბეჯითად და ღირსეულად როგორც ლოზუნგად ჰქონდათ ღირსებით ევროპაში აი ასე მიყვებიან და ეს ევროპული ღირებულება თუ თქვენ ამ კურსის ხარდამჭერები ხართ თუ თქვენ გინდა თქვენ ხართ თქვენ გრძნობთ ევროპელებად საკუთარ თავს და ხართ იმ პოლიტიკური იდეოლოგიის ხარდამჭერი რასაც პროდასალური პროამერიკული ორიენტაცია ქვია მაშინ ეხა პრინციპში რა არის მან გაუგებარი რომ აი ვოლტერის ის იდეა მიუხედავად იმისა რომ მე არ ვთვლი ამ იდეის ხარდამჭერად თუნდაც მე ვიზიარებ ვოლტერის იმ იდეას რომ იმისთვის რომ მე შეიძლება ადამიანის ას პატივს ავრცემდე პატივს ავრცემდე კი არ ვეთანხმებოდე მაგრამ მე ყველაფერი უნდა ვალდებული ვარო ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის რომ იმ ადამიანს ამ აზრის გამოთქმის უფლება გქონდეს და ის რომ დღეს ამით ან ხვალ შეიძლება ეს გახდეს საფუძველი იმისა რომ იმას, რომელსაც შეიძლება იმ მომენტში მე არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ხელისუფლებამ შეიძლება გამეყნოს ის, რომ ეს აზრი შეზღუდოს, ეს არის ეს მიგვიყვანს კატასტროფამდე, ეს მიგვიყვანს, აი, რა ვიცი, მიშას რეჟიმამდე უბრალოდ უფრო ძიმე ფორმებში და უფრო რთულ ფორმებში. იმ გაგებით, რომ ეხა მიშა დევნიდა ამ ადამიანებს, ეხა ჩემზე კარგად იცით ორივე, ხო? უბრალოდ რას ვამბობ, რომ ფიზიკურად შეიძლება დევნიდა აპატიმებდა, მაგრამ საკანონმდებლო ბაზა ესეთი მიშას ვერც კი მარს კი მოახერხა რომ შეეხმარა, რომ ეხა რომ აზრი შეზღუდვა დაიწყო საჯარო სივრცეში. რაღაცა უნდა დავაზუსტოთ ალბათ, რომ კონტექსტი იყოს გასაგები. ჩვენ არ ვიცით და ალბათ ეს არის მთავარი, რომ გაირკვეს ეს დეპარტამენტი იმუშავებს მართლა ესე კონკრეტული ინდივიდების წინააღმდეგ და კონკრეტულ კომენტარებს გამოეკიდება თუ არის მეორე დიდი პრობლემა სოცქსელში ხა არც ეს არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა რომ რეალურად გარდა იმისა რომ ვიღაცა X ისი მომხმარებელი Y მომხმარებელს აყენებს შეურაცხყოფას ამის გარდა სოცქსელებში არსებობს და მოქმედებენ ორგანიზებული ჯგუფები ბულერების ორგანიზებული ჯგუფები ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით კონკრეტული ადამიანები რომლებიც აკონტროლებენ 10 15 20 fake accounts და რომელთა ფუნქციაც ეს არის და მიზანი მე არ ვიცი ისინი რან საიდან იმართებიან რატო იმართებიან ან რა მიზანს ემსახურება მათი მუშაობა არსებობს ასეთი მოსაზრებები სხვათა შორის რომ ადამიანების დასაშანტაჟებლად ფულის გამოძალვისთვის თაღლითობისთვის იყენებენ აი ამ გზებს მაგრამ არსებობენ ორგანიზებული ჯგუფები რომელთა ძირითადი საქმიანობა ზუსტად ეს არის სხვადასხვა fake account-ებიდან რომელიმე ერთი კონკრეტული სამიზნე ამოერჩიონ მოახდინონ მისი ბულინგი მოახდინონ მასზე არ ვიცი ფსიქოლოგიური მორალური შეტევა ეს ადამიანი ფსიქოლოგიურად დაანგრია ასეთ დროს სახელმწიფოს უნდა კონკრეტულად ვერ გეტირო მოცინავდი მოქმედებს ადამიანის
შანტაჟი, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეს ხალხის შესაძლებელი არ არის შანტაჟი რა შეიძლება. არა, არა, გამოძალვა, შანტაჟი ადამიანის მუქარა, გამოძალვა სხვა რამე რაღაცა. ადამიანს დაშანტაჟება, რომ დაუშვათ, როგორ უნდა დააშანტაჟოს, უნდა კონდეს, ან ინფორმაცია უნდა კონდეს, ან რაღაცა ელემენტად დაბულინგება, რასაც ქვია ეხა, როგორც ასეთი ძალიან რთულია განმარტო ეხა და ჩასვა ეგ მე რომელიმე კანონდარღვევის პლატფორმაში. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფომ რომ ასეთი ფაქტებით უნდა დაინტერესდეს, კიდევ ერთხელ ხალხს უსვა, მაგ საუბარი არ არის ვიღაც ინდივიდების, რომ მართლა ადამიანმა შეიძლება მაღალი ემოციურ ფონზე რაღაცა შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერა მთავრობის რომელიმე წევრს, ეხა ამას მართლა არ უნდა გამოეკიდოს საერთოდ აი ვინ გაარჩევს მე ამაშია საქმე მაგაშია საქმე ხო რა თქმა უნდა ამიტომ რომ კაპიოთ უნდა გაიმიჯნოს საერთოდ ფროიდს ეკუთვნის თუ სწორად მახსოვს ეგ გამოთქმა რომ ცივილიზაცია დაიწყო მაშინ როდესაც ადამიანმა გადააგდო შუბი და შეაგინა მე ნაცვლად იმისა რომ შუბი დაერტყა შეგინება ამჯობინა ერთი სიტყვით რომ აქედან იწყებაო ზოგადად ცივილიზაცია ანუ ეს აზრის გამოხატვის ფორმები გასაგებია რომ ამ ფორმებს ჭირდება მართლაც კონტროლი და ჩვენი კულტურის საკითხია რომ ერთმანეთს არ უნდა ვაყენოთ შეურაცხყოფა მაგრამ ნუ მეორე პრობლემა არის ნამდვილად ის რომ სოციალებში ორგანიზებული ჯგუფები მუშაობენ და ისინი საკმაოდ წარმატებულადაც ახდენენ ზოგიერთი ადამიანის დაბულინგებას შეურაცხყოფას და შემდეგ რაღაც სხვა საკითხი და აიძულონის რო შეწყვიტოს საჯარო აქტივობები ამ პირიქით აიძულონ რაღაც გამოძალონ და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად კიბერტერორიზმი ქვია ამას, მე მგონი ასეთი ტერმინიც არსებობს და სამწუხაროდ საქართველოსთვისაც არ არის ეს უცხო. მე არ ვიცი თუ იმედი მაქვს რომ ამ მიმართულებით უფრო იქნება ეს დეპარტამენტი დაკავებული. კარგი, გადავიდეთ ჩვენ მაშინ შემდეგ საკითხზე და მაგრამ აგერ თენგოს საუბრობდა, მაშინ ჩვენ დავიწყოთ ახლა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება აგერ ჩვენთან შორი ახლოს სომხეთში, ხო? თუ სასომხეთში, როგორ არის ეს სწორი? ალბათ, რა ვიცი, მე მგონი სომხეთში. მე მგონი სომხეთში, როგორ არის სწორი? სასომხეთში არა. არა, სასომხეთი ეს არის საბჭოთა პერიოდის. გადმოსაბჭო, ბოდიში. მე ძველი გადმონაშთი ვარ საბჭოთა და სომხეთის რესპუბლიკა. კი ბატონო, სომხეთში ხდება, ნუ ვიცით ყველამ რომ 7 ივნისს, ხო? არის საპრეზიდენტო არჩევნები. მოკლედ სულ ახლა ხანსაც იყო რამოდენიმე კომენტარი და ასევე აჩვენებენ და ჩვენ ხედავთ როგორი პიარ კამპანია აქვს ფაშინიანს. ნუ ახლა ვისაც გვაქვს გამოცდილება თვალყურივადევნოთ და გვედევნებინა თუნდაც 2000 წლიდან პიარ კამპანიებს ამა თუ იმ ქვეყნებში რა, ჩვენერი ტიპის ქვეყნებში ვინა წარმოებდნენ, როგორ აწარმოებდნენ, ნუ დღეს უკვე რაღაც უფრო მეტად ღია ჩანს ყველაფერი და არც არავინ არ მალავს ხოთა შორის რომ მაგალითად ახლა ფაშინიანს ძალიან ახლოს და გვერდში უდგანან ევროპელები, ნუ ინგლისელები იქნებიან ესენი, დიდი ბრიტანელები, დიდი ბრიტანელები, ნუ მათ დაირქვეს ასე Great Britain. საინტერესო ხალხია რა, ესე თვითონ დაირქვეს დიდი ბრიტანეთი. ხო და ნუ ბევრი რამ, მაგრამ ნუ არ არის ისეთი სახარბიელო სიტუაცია, ნუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ახლა ანალიზს კი ვაკეთებ და ვსაუბროთ ამაზე და მინდა რომ ვისაუბროთ ამაზე და ჩვენი და თქვენი ხედვა თქვათ, მაგრამ ნუ რაც არ უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში და დიდი ქვეყნების აქტორები ჩვენ გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს ჩვენერი ტიპის ქვეყნები მაინც არ ვიცი მოკავშირე იქნება ეს თუ რაღაცა პარტნიორი იქნება ეს თუ სულ არაფერი არ იყოს მაინც გავლენა აქვს და ნუ ნახეთ თუ როგორი განცხადებებია მაგალითად ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს ამაზე მაგრამ რა ხდება რეალურად და რატო უნდა ვიყოთ კიდე ჩვენ ასმაგად და უფრო მეტად ყურადღებით ვადევნოდეთ თვალყურს სომხეთში არჩევნებს კიდევ ერთხელ უსურვებ რომ მშვიდობიანად შეიაროს ხალხმა თავის არჩევანი გააკეთოს ნებისმიერ ქვეყანაში დიდი იქნება თუ პატარა იქნება ეს არის ხალხის ყველაზე ისეთი მონაპოვარი არჩევნებში მონაწილეობის მიღება და რა თქმა უნდა მშვიდობა იყოს იმ ქვეყანაში იმიტომ რომ ძალიან დამოკიდებულია დღეს მით უმეტეს სოფლიოს იქით კონტინენტზე რომ ომია გაჩაღებული ჩვენ მშვიდად ვერ ვართ და იგივეა მით უმეტეს განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი როგორც ჩანს საფრთხეები ამ ხრივ არსებობს მათ შორის სომხეთში მე ეხავე ვიტყვი რომ შორს ვარ იმ აზრისგან რომ იქ რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტივობა შეიძლება განხორციელდეს სომხეთის წინააღმდეგ მიუხედავად განცხადებებისა რომლებსაც ჩვენ ამ ეთერშიც მოვისმენთ მაგრამ ჩვენ მართლა უნდა ვიყოთ ასმაგად ყურადღებით იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება ჩვენს უშუალო მეზობელს ანუ ვისთანაც გვაქვს კონკრეტული საზღვარი და რომელიც არის ჩვენთვის ტრადიციული მეზობელი ხო
ქართველებს გვაქვს ეს პრეტენზია, რომ ვართ უძველესიერი კავკასიის და ეს ნამდვილად ასე არის, მათ შორის მეცნიერულად დადასტურებული, რომ ავტოქტონური ერი ვართ, აქ წარმოვიშვით, აქ წარმოიშვა ჩვენი ენაც და ასე შემდეგ. სომხები ესე არ არიან, ისინი ინდოევროპელ ხალხებს მიეკუთვნებიან, მაგრამ მინიმუმ 3000 წელი აქ ცხოვრობენ და ვართ მეზობლები. მე ზოგადად ჩემ დამოკიდებულებას ვიტყვი, რომ მე ასე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველო და სომხეთი ბუნებრივი პარტნიორები არიან ერთმანეთის და ჩვენ რო გქონდეს ეფექტური სამეზობლო პოლიტიკა მგონია რომ პირველ რიგში ჩვენთვის მთავარი სამიზნე პარტნიორი ასე ვთქვათ უნდა იყოს სომხეთი კულტურული მომენტებიდან გამომდინარე იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ და სომხები ვართ რეგიონში ქრისტიანი ერთ ვარ ჩავთვლით რუსეთს მაგრამ რუსეთის ამ შემთხვევაში რუსეთის ის ნაწილი გვესაზღვრება რომლებიც არიან მუსულმანები ხო ანუ ქრისტიანი ხალხი კავკასიაში რეალურად ვართ ჩვენ და სომხები, რა ვიცი, კიდევ ვინ აზერბაიჯანელები არ არიან, თურქები არ არიან ქრისტიანები. რუსებზე ვთქვით აგერ რომ ჩრდილო კავკასია არ არის ქრისტიანული და ფაქტობრივად ჩვენ და სომხები ერთადერთი ბასტიონი ქრისტიანობის დარჩენილები მხოლოდ ჩვენ ვართ და არა მხოლოდ ამიტომ, რა თქმა უნდა, კიდევ იმ კულტურული კავშირების გამო, რომელიც ვახსენეთ, რომ მრავალათასლიანი კულტურული კავშირები გვაქვს და მე აქედან გამომდინარე ყოველთვის ისე სიმპათიით ვარ ხოლმე განწყობილი ამ ხალხის მიმართ, სომეხი ერის მიმართ და რა თქმა უნდა, მინდა უსურვო დიდი წარმატება მათ შორის აი ამ არჩევნების მშვიდობიანად გადაგორება. მეორე საკითხი არის ახლა უშუალოდ სომხეთის ხელმძღვანელობის ამჟამინდელი ქცევა და დამოკიდებულებები უკვე ძალიან აშკარა არის რომ სომხეთმა გადაწყვიტა პოლიტიკური კურსის ცვლილება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება და დისტანცირება რუსეთის მისი ტრადიციული პარტნიორის რუსეთის მიმართ. ეს უკვე გამოიხატა იმაში რომ როგორც იცით პაშინიანი აღარ ესწრება არ მიუღია მონაწილეობა მათ შორის ევრაზიული კავშირის სხდომებში, მან უარი განაცხადა 9 მაისს აღლუმში მონაწილეობის მიღებაზე, რაც პირველად მოხდა სომხეთის ისტორიაში. ბევრი კიდე სხვა ასე ვთქვათ ასეთი სახის დემარშები განხორციელდა და ამან უკვე გამოიღო ის შედეგი, რომ რუსულმა მხარემ მთელ რიგ სომხურ პროდუქციაზე დააწესა ემბარგო, ეს შეეხება როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ყვავილებს, რომლებიც ძალიან დიდი რაოდენობით სომხეთიდან მიდიოდა ყვავილები რუსეთში და სერიოზული ბიზნესი იყო ეს და ამ ხრივ ასევე ალკოჰოლურ სასმელებს, ასევე მინერალურ წყლებს და რაც მთავარია, როგორც ვთქვით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, იმიტომ რომ სომხეთი საქართველოს მსგავსად არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი მწარმოებელი ქვეყანა, ну, ჩვენ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ იქ მართლა აწარმოებენ ბევრ ამას და რუსული ბაზარი მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, სამწუხაროდ ეს შესაძლებლობები სომეხ მეწარმეებს ჩაეკეტებათ. სულ ახლა ხო შეეზღუდათ. ბოლოს კი ყველაფერი უკვე დაგვირგვინდა იმით, რომ საქმე იქამდე მივიდა, რომ რუსეთმა საერთოდ ელჩი გაიწვია ერევნიდან. სომხეთიდან ესეც პირველად მოხდა ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო და ასევე რასაც მოვისმენთ ახლა ხო ასევე საგრძნობლად განსხვავებულია პრეზიდენტის რუსეთის პრეზიდენტის რაღაცა განცხადებაც. ესეც გვაქვს ამას მოგვიანებით ხო ნახოთ ახლა პირველი კი ბატონო ელჩის საკითხი მოვისმენთ პირველი კომენტარი. სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო ერევანში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს. რუსეთის საგარეო უწყებამ გადაწყვეტილების მიზეზად სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯები დაასახელა. სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი სერგეი კოპირკინი მოსკოვში კონსულტაციებისთვის იქნა გაწვეული. სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობას ზიანს აყენებს, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, კი ბატონო, ელჩის გაწვევა. ისე ასეთი რამ მომხდარა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში რამდენად ჩემს არის ცნობილი მსგავსი არ მომხდარა, პირველია ეს იმის გათვალისწინებით, რომ პირველად ხდება, როდესაც ამ ქვეყნებს შორის ესე იძაბება ურთიერთობები. ეს რა თქმა უნდა, მათ შორის ელჩის გაწვევა, მათ შორის აი შეზღუდვები, ბუნებრივია უკავშირდება დაგეგმილ არჩევნებს და პაშინიანის ადმინისტრაციაზე ზეწოლას, რამდენად იქნება ეფექტური ეს ზეწოლა რუსეთის მხრიდან შეაცვლევინებს თუ არა სომეხ ხალხს ეს ასე ვთქვათ, ექნება თუ არა მათ აზრზე გარდამტეხი
გავლენა ამას რო აჩვენებს. მე პირადად ეხა გავეცანი რა ბოლო პერიოდის კვლევებს, რაც ჩატარდა სომხეთში, ყოველ შემთხვევაში რაც ქვეყნდება, პაშინიანს აქვს მხარდაჭერა დაახლოებით 60-65%-იანი. მე მექნებოდა მოლოდინი აი ამ ზუსტად ამ განწყობებზე დაყრდნობით, რომ როგორც ჩანს პაშინიანი მოახერხებს იქ გამარჯვებასაც, ძალაუფლების შენარჩუნებასაც და შესაბამისად ეს იქნება უკვე საბოლოო წერტილი, როდესაც ალბათ სომხეთი უკვე დე იურე დაიწყებს ისეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმას, რაც მოახდენს სომხეთის დისტანცირებას რუსეთისგან. ეს ჩვენ მე ამას კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ შეიძლება იქნას განხილული მხოლოდ აი იზოლირებულად სომხეთ-რუსეთის ურთიერთობად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საუბარი არის, რომ სომხეთის დაკარგვით რუსეთი პრაქტიკულად ყველა პარტნიორს კარგავს კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში მას აღარ ეყოლება დასაყრდენი და ასეთი რამ ბოლო 300 წლის მანძილზე არ მომხდარა. ანუ ეს რუსეთისთვის თუ კი ჩავთვლით, რომ ამას შეუქცევადი სახე მიეცემა და რუსეთს საბოლოოდ მოუწევს სამხრეთ კავკასიიდან გასვლა, ინფორმით რომ მას აღარ ეყოლება აქ პარტნიორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება რუსეთის სახელმწიფოსთვის 300 წლიანი პროგრესის წყალში ჩაყრა, იმიტომ რომ სწორედ 300 წლის წინ დაიწყო ეს პროცესი, როცა ის შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში აქტიურად, განდევნა აქედან ირანი, განდევნა შემდეგ თურქეთი და ეხლა უკვე პროცესი იწყება, მაშინ ასე გამოდის და არ ვიცი ამას რამდენად არ მგონია ხა რომ ამას რუსეთში არ აქცევდნენ ყურადღებას, იმიტომ რომ ბუნებრივია ჩვენზე ბევრად ინფორმირებული ანალიტიკოსების ეყოლებათ და ამიტომ ამ მხრივ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთს ალბათ ექნება კავკასიის მიმართულებით გარკვეული აქტივობა. კი ბატონო, ვიდრე ჩვენ გავუშვებთ იმ შემდეგ ვიდეოს, მინდა ცოტას ვკითხო. და იცი საკმაოდ აი ახლა ვიხსენებდი ცოტნე და მათ შორის მე და შენც ვართ ნამყოფები პეტერბურგში ვიყავით და იქაც იმ სამიძე რომელზეც ვიყავით ჩვენ ახალგაზრდების ფორუმი იყო, იქაც იღებდნენ მონაწილეობას სხვათა შორის და სომხეთის წარმომადგენლები და ამავე დროს იქაც ვნახეთ ჩვენ და ისეც რუსეთში საკმაოდ დიდი არის აი სომხური დიასპორა რა, საკმაოდ დიდია. მეტიც თუ დავაკვირდებით რუსეთში თუნდაც სატელევიზიო ეთერებს აქ საუბარია ლაპარაკობთ პირიქით ისეთ ლობზე, რომელიც ესეთია რა, ანუ რაღაც ძალიან მაღალი დონის ლობზე აქ საუბარი. სატელევიზიო ეთერებს თუ ტელევიზიებს გადავხედავთ, ნახავთ რომ მეტი წილი იქ ასე ვთქვათ ამინდი მიყავთ სომხებს. მოსახლეობაც, არის რამოდენიმე კიდე იქ არის, რამოდენიმე მიმართულებებია, რომელიც ამხელა რუსეთში, მაგალითად მოსკოვში პირდაპირ სომხურ დიასპორა, ანუ სომხებს აბარიათ და ასე შემდეგ და აი ამ ფონზე მართლაც არ არის ხო ძნელად თუ მოიძებნება ასეთი დამოკიდებულება და ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ესეთი ურთიერთობა რუსეთ და სომხეთ შორის. რამდენად შე როგორ ფიქრობ, ანუ რამ განაპირობა ეს? მარტო იმან რომ ფაშინიანი აშკარად, არა მხოლოდ თავისი ტიპაჟიდან გამომდინარე, ფაშინიანი როგორ ვიცოდი ჩვენ და როგორ გავიცანეთ. რა მე სხვათა შორის ფაშინიანი პირველად გავიცანე და ვნახე ირაკლი კაკაბაძეს და მიხეილ კაჭკაჭიშვილი, მიშა კაჭკაჭიშვილი არის ასეთი ადამიანი დღეს სამწუხარო ციხეში იმყოფება ისაღაც თავის პრობლემების გამო თუ იმეს უნდა გავახსენებ ცნობილია მიშა, ცნობილი იყო ჩვენ მიშას წინამდე გვიბზოდით სააგაშვილის და საკმათის აქტივისტი და ძალიან მეომარი და ჩვენი მეგობარია, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც აი ძაღლების თემასთან დაკავშირებით არის ეს უპატრონო ძაღლებთან დაკავშირებით, თორე მე მახსოვს რომ ისინი სტუმრობდნენ მას ხშირად და ჟურნალისტი რაღაც ისეთი რა, უფლებადამცველი ესეთი ადამიანი. დღეს რა ვიცი, მარტო ის ხო არ არის მიზეზი, რომ ძალიან კურსი მან ისე შეიცვალა და ღიად არის პროევროპელი, როგორ ავთქვა ხა ეს სიტყვას, რამდენად გონებით და საზრესი და ასე შემდეგ არის, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მხოლოდ ამ ეს გამოიწვია გაღიზიანება, თქვა რუსეთის მაღალი პოლიტიკოსების ან establishment-ის. კი ბატონო. დავიწყოთ ფაშინიანი რახან ახსენებ. პროცესების აღწერით სანამ ფაშინიანი მოდის რა ხდება, ხო? სომხეთში ფაქტობრივად და სანამ ფაშინიანი მოდის რევოლუციურ ტალღაზე, არ დაგვავიწყდეს, როგორც მაგალითად პარალელს თუ გავავლით სააკაშვილი 2003 წელს და ამ რევოლუციურ ტალღას წინ უძღვის მთელი რიგი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები სომხეთში.
წინ უძღვის ესე იგი შეჩერებული პროგრესი, ასე ვთქვათ, დაჭაობებული გარემო სომხეთში, წინ უძღვის საოცარი კორუფციული სკანდალები, რომლებიც სომხეთში ხდებოდა კორუფციაში ჩაფლული მათი ხელმძღვანელობა, წინახელმძღვანელობა და ამის ფონზე ეს ძალიან გავს 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინარე მდგომარეობას და ამის პირობებში რევოლუციური პროცესების გზით ხელისუფლებაში მოდის ფაშინიანი, რომელიც თავიდანვე გამოირჩეოდა რაღაცა აი ამ მისი პროდასავლური, პროევროპული პოლიტიკური ვექტორით, ხო? მისი სტილიც ეს რაღაცა აი ხო მიშას როგორ გვახსენებს ხო ეს რაღაცა უშუალობავით ადამიანებთან ურთიერთობაში სადღაც ზურგჩანთით მახსოვს ის და პირველად ხო რომ დადის იქ ვიღაცებს ეკამათება ვიღაცებს ეკუბება ხო ვიღაცებთან ჭამს და რაღაცა ეს რა უშუალობის განცდა რა ეს ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ისეთი უმარტივესი ხო უმარტივესი პიარხრიკია ხო ალბათ რომელსაც ყველა იყენებს ვინც იცის ალბათ ყველა იყენებს ხო და ამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ფაშინიანი აკეთებს და ალბათ რაც დიდ როლს თამაშობს და დიდ წვლილს ითამაშებს სომხეთის უახლოეს ისტორიაში როგორც მინიმუმ ეს არის ყარაბაღის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, როდესაც ფაქტობრივად ჩემი შეფასება და ჩემი პოზიცია იქნება ის რომ ყარაბაღი ეს იყო საკითხი რომელიც აკავშირებდა ნებსით უნებლიეთ სომხეთს რუსეთთან, იმიტომ რომ მე ვიცით რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 30 წელზე მეტი არსებობს ამ საკითხის გარშემო კონფლიქტი, აზერბაიჯანი თვლიდა მას და ეს უკვე შეიერთა და თვლის და საკუთარ ტერიტორიად, იქ სომხეთს ეს ტერიტორია ჰქონდა დაკავებული, იქ ცხოვრობდა სომხური წარმოშობის, სომხური ეროვნების მქონე ადამიანები და ეს დაუშვათ აი ამ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოქცეული სომხეთისთვის რუსეთი იყო მისი უსაფრთხოების გარანტია და აქედან გამომდინარე სანამ არსებობდა ეს საკითხი, ასე ვთქვათ, ეს ნაღმი რომელიც აი ამ ორ სახელმწიფოს შორის თურქეთსა და სომხეთს შორის იყო მანამდე სომხეთი ვერ იტყოდა უარს, სომხეთს არ ჰქონდა ის ფუფუნება, ეთქვა უარი რუსულ-სომხური ურთიერთობებზე. და ხდება ის რომ ეს თავარი საკითხი რომელიც აკავშირებდა სომხებს რუსებთან ყარაბაღის საკითხი გადაწყდა იმით რომ იქ იყო რამდენიმე ომი და საბოლოოდ ბოლო ომმა 2021-ში იყო თუ 2022-ში ხო თუ როგორც რაღაც ეგრე ხო ბოლო ომმა ყარაბაღის ბეგი გადაწყვიტა იქიდან მოხდა სომხების ასე ვთქვათ გამოსახლება ამას როგორც აზერბაიჯანმა ოფიციალურად როგორც განაცხადა ის არავის არ აიძულებდა ამ ტერიტორიის დაკავებას ამ ტერიტორიიდან წასვლას მაგრამ სომხებმა ეს მოსახლეობამ რომელიც დაახლოებით 100,000-მდე ადამიანით შედგებოდა ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვიტა დაეტოვებინა ეს ტერიტორია და შემდეგ ის ამ ტერიტორიის ათვისება მოხდა აზერბაიჯანული ეროვნების ადამიანების მიმართ მოკლედ ეს პრობლემა ასე ვთქვათ ჭყალებში სომხეთისთვის ფაშინიანის ხელისუფლებისთვის მოიხსნა ის იქიდან მოიხსნა აუცილებლობა რუსეთთან ურთიერთობის და საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ამ საკითხში არის ის რომ ამას საკუთარი მოსახლეობის წინაშე ამის გაყიდვას როგორც ცდილობს ფაშინიანი ბჭყალებში ფაშინიანი ცდილობს ამის გაყიდვას იმ ასე ვთქვათ ლოზუნგით რომ რუსეთმა სომხეთი მიატოვა მაშინ როდესაც სომხეთი იყო დაპირისპირებაში იყო სამხედრო კონფლიქტში აზერბაიჯანთან უნდა გავიხსენოთ აქვე რომ სომხეთი არის ოდკბ-ს წევრი რომელიც არის თავდაცვითი ორგანიზაცია სამხედრო ორგანიზაცია რომელშიც გაერთიანებული წევრები პასუხისმგებლობას იღებენ აი როგორც ნატოს მეხუთე პუნქტი არსებობს ასევე არსებობს მსგავსი ჩანაწერი რომ თუ ერთ ქვეყანას დაესხმებიან თავს სხვა ამ გაერთიანების წევრები პასუხისმგებლობას იღებენ რომ დაეხმარონ ამ ქვეყანას და აი ამ ლოგიკიდან გამომდინარე ფაშინიანი ხელისუფლება ამბობს რომ რუსეთმა სომხეთი გაწირა რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორი რუსეთი არის გადამგვდები და როგორც დავუშვათ ჩვენთან როგორც ხასიათდება ხოლმე რუსეთის პოლიტიკა განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ამის შემდეგ ნუ როგორ ჩანს ყოველ შემთხვევაში გასაგებია რომ არსებობს სერიოზული ზეწოლა ფაშინიანის ხელისუფლების მხრიდან შიდა პოლიტიკურ ალტერნატიულ ოპოზიციურ ასე ვთქვათ ოპოზიციურად განწყობილ
პარტიებზე, ორგანიზაციებზე, მედია საშუალებებზე და ასე შემდეგ. ამას ეს არ იყო ფაშინიანს და ჩვენ გვახსოვს ის სკანდალი, რაც მოყვა ფაშინიანისა და სომხეთის კათოლიკოს პატრიარქს შორის დაპირისპირებას, როდესაც პირდაპირ გამოდიოდა კათოლიკოს პატრიარქი წინააღმდეგ ფაშინიანი და ამბობდა, რომ ის უნდა იჯდეს ციხეში. ნუ ეს ხო ეხა ერთი სხვაობა რაც არის მიშასა და ფაშინიანის შორის, ერთი ეგ არის, რომ სააკაშვილმა ვერ გაბედა მაშინ განსვენებული ილია მეორის წინააღმდეგ ესე ღიად გამოსვლა. თუმცა იქ ჩვენ ვიცით ის წიაღშლები რაც ხდებოდა ეკლესიის წინააღმდეგ როგორ ცდილობდნენ ძირის გამოთხრას ხო ეკლესიის მაგრამ ნუ ეს ფაშინიანს იმდენად ფაშინიანი თulis რომ მას პროცესები იმდენად აქვს გადატეხილი სომხეთში რომ მას შეუძლია და ყველაზე საოცარი და გასაკვირი რაც არის ამ პროცესში ჩემთვის როდესაც ამ ყველაფერს შორიდან აკვირდები მე ხა ძალიან ღრმად არ ვიცნობ პროცესებს რაც სომხეთში მიდის მაგრამ მიუხედავად აი ასეთი ნაბიჯების არაპოპულარული ნაბიჯების იდეაში ხო ეხა ყარაბაღის დაკარგვა როგორ შეიძლება ვის როგორც არ უნდა ცდილობდეს ეხა ფაშინიანი ამის გაყიდვას როგორ შეიძლება სომეხი მოსახლეობა ამას პლუსად უთვლიდეს ფაშინიანს ხო ანუ ეს რატომ შეიძლება იყოს პოზიტიური მოვლენა და ალბათ არც არის და პლუს ამას დაპირისპირება ეკლესიასთან ხო ეხლა სომეხი არის მორწმუნეერი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო ქრისტიანული ერი და აი ამ პირობებში როგორ ხერხდება ის რომ ფაშინიანი მაინც ინარჩუნებს იმ ხარდაჭერას რამ ხარდაჭერასაც თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას აი 75%-ზე რაც თენგომაც აღნიშნა ეს არის პრინციპში შიდა ესე ვთქვათ პროსახელისუფლებო აი გორბის კვლევას რო ატარებს ქართული ოცნება აქ დაახლოებით ის კვლევა არის სომხეთში და ზეწოლა რომელსაც ეხა ზრდის რუსეთი ეს ელჩის გაწვევით მერე პუტინის განცხადებით როდესაც უკრაინასთან გაავლო პარალელი რასაც გავუშვებთ ალბათ ხო და თქვა რომ პროცესები ასე დაიწყო უკრაინაშიც ეს ალბათ აი ამ იმ მარათონის კულმინაცია არის რომელსაც 7 ივნისის არჩევნები ქვია და თუნდაც არც ისე მარტივი არის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში პროგნოზირება იმისა თუ როგორ შეიძლება იქ დასრულდეს ეს არჩევნები და ალბათ ფაშინიანი ეცდება რომ გაიფორმოს გამარჯვება თუმცა რა მოყვება ამას ამ ცდელობას ფაშინიანის ამ ცდელობას ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ ამგონია მე მიუხედავად იმისა რომ გიერდები და უსურვებ მშვიდობას სომეხებს არ მგონია რომ ეს პროცესები ძალიან ესე მარტივად და იმ შემთხვევაში თუ ესე მარტივად დამთავრდეს ხო ნახოთ მოდი ის ვიდეო არა თუ მაინც ხო ცოტა მახსენა ვიტყვი უბრალოდ რომ ეს არის 9 მაისის ღონისძიების შემდეგ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება ამის შემდეგ კიდევ ქონდა პუტინის მსგავსი ტიპის განცხადება, უბრალოდ ალბათ აქ ყველაზე უფრო ისე შეჯამებულად იძახის მის დამოკიდებულებას სომხეთის მიმართ და მოვისმინოთ თუ შეიძლება. Но, конечно, мы должны иметь в виду некоторые обстоятельства. Რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ გარკვეული გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის. რა იგულისხმება? მაგალითად, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან ის ახლა შემცირდა, გასულ და იმის წინ წლებში ბევრად მეტი იყო. თუმცა 2025 წლის მონაცემებით მაინც 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩემი აზრით, სწორი იქნებოდა როგორც სომხეთის მოქალაქეების, ისე ჩვენს მიმართაც, როგორც მთავარი ეკონომიკური პარტნიორის მიმართ, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდნენ. მაგალითად, ჩაატარონ რეფერენდუმი. ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა პრინციპში სრულიად ლოგიკური იქნებოდა რეფერენდუმის ჩატარება და სომხეთის მოქალაქეებისთვის კითხვა, თუ როგორი იქნება მათი არჩევანი. ამის შესაბამისად, ჩვენც გამოვიტანდით შესაბამის დასკვნებს და წავიდოდით რბილი ინტელექტუალური და ორმხრივად მომგებიანი გაყრის გზით. Такого интеллигентного и взаимовыгодного развода. Ведь понимаете, что вот мы сейчас перешли. Хонгесмит, ეხლა ყველანი განვიცდით იმას, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება. მაგრამ რით დაიწყო ეს ყველაფერი? უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით. ან გაწევრიანების მცდელობით. ამ ყველაფერმა შემდეგ გამოიწვია სახელმწიფო გადატრიალება, კირიმის ისტორია, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის პოზიცია და საბრძოლო მოქმედებები. აი რამდე მივიდა ეს ყველაფერი. ეს სერიოზული საკითხია. ამიტომ საქმე უკიდურესობამდე არ უნდა მივიყვანოთ. საჭიროა დროულად ითქვას, რომ ჩვენ ასე და ასე მოვიქცევით. აქ განსაკუთრებული არაფერია. ყველაფერი უნდა გაითვალოს, სომხურმა მხარემაც უნდა დათვალოს და ჩვენც.
მე ახლა როცა ამ კითხვას пасუხობ, ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ამ საკითხის დასმა ევრაზიის მორიგ სამიტზე. С стороны надо посчитать, и нам посчитать. Я вот сейчас вот отвечаю, думаю, вполне можно было бы поставить этот вопрос на очередном саммите Евразес. მოკლედ, ნახე ჩვენს განცხადება და თენგომაც აღნიშნა. კი, ეს 9 მაისს შემაჯამებელი პრესკონფერენცია 9 მაისის ღონისძიების შემდეგ, თუმცა მან რამოდენიმე დღის უკანაც გაიმეორა და კონტექსტი იგივეა. ერთი რამ უნდა ითქვას, საერთოდ განსაკუთრებით დიპლომატებს, ხო? ანუ დიპლომატიაში არსებობს ასეთი რამ, რომ მით უმეტეს ასეთი ქვეყნის და თქვათ ახლა რა, მოდი ამას არ უნდა აღიარებო, რომ სამი დიდი ფაქტორია, ხო? თან სოფლიოში, რომელიც განაგებს საგარეო ფაქტორებს განსაკუთრებით. ეს არის რუსეთი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ჩინეთი, ხო? და შესაბამისად მათი ლიდერები და განსაკუთრებით რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც მოყავს მაგალითისთვის უკრაინა და აი ამ კუთხით ანიშნებს, ან აფრთხილებს, ან დიპლომატიური ენით, არ ვიცი, ემუქრება თუნდაც, ან მოდი ჩვენ ვთქვათ კანონიერ ფორმებში, რაც მოისაზრება დიპლომატიაში, რო ითქვას, ხო? ამაზე მეტი განცხადებები მოგვისმენია, არაერთი დემოკრატი ლიდერისგან, სულ ვთქვათ, ვეძახოთ ამ კაცს, აი ისახარ იმპერიის, არა ხო, ოვალურ კაბინეტში და ხო, იმპერიის, რა ქვია, რასაც ამბობენ ხო. მოდი დავანებოთ ას და შევხედოთ მართლა ცივი გონები და იმპერიის მინდა რომ აი როგორც თეატრზე არის ხოლმე ესეთი გამონათქვამი რომ თუ სპექტაკლის მსვლელობის დროს კედელზე თოფი კიდია, ის თოფი აუცილებლად უნდა გავარდეს. ხო, ანუ ჯერჯერობით რაღაცა ეს გამოთქმა ყოველთვის რაღაც ისეა, რომ რჩება თავის შინაარსში და ამ პარტიტურაში ჯდება ყოველ შემთხვევაში და დიპლომატიასაც ხო აქვს რაღაც პარტიტურა, სადაც ახლა რეალურად აკეთებს პრეზიდენტი ამ განცხადებას. მე მგონია რომ ეს ამას ახლა რაღაც იმის მოგების ნიშნით რომ რაღაცა სომხეთს უფრო მეტი თქვა პიარი გაუკეთოს ან და უფრო რაღაცა ყურადღების ცენტრში მოიყონოს, არ ამგონია დაჭირდეს. კიდევ ერთხელ უბრუნდები იმას რომ თან საოცრად დიდი დიასპორაა საერთოდ ამერიკაში და რუსეთში ცნობილია რომ სომხეთის საკამაოდ მდიდარი დიასპორაა და ძალიან ისეთი ნაყოფიერ შრომას ეწევიან როგორც შიგნით ისე გარეთ თავის ქვეყნის მოქალაქეებს. მე რა ვიცი, ჩემი აზრით ზუსტად მაგასაა გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ამ შემთხვევაში საუბარი არის აი კონკრეტულად სომხეთზე, იმიტომ რომ სომხეთი ტრადიციულად იყო რუსეთში, არის ბოლო პერიოდი დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდიდან ძლიერი ლობით წარმოდგენილი, ხო, რუსეთში. ანუ სომხეთი ამ შემთხვევაში რუსეთისთვის მართლა არ არის რიგითი ქვეყანა. მისი ჩართულობით, ასე ვთქვათ, რუსული სახელმწიფოს მუშაობაში ძალიან ბევრი სომეხი წარმოშობის ადამიანი, როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში. დიდი ბოდიში ლავროვი თბილისელი სომეხია საგარეო საქმეთა მინისტრი. ნომერ პირველი დიპლომატი შეიძლება ითქვას, ამას ამერიკელი უცხოელებიც აღიარებენ წყობაში. კიდევ ბევრი რამ შეგვიძლია გავიხსენოთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ამით რისი თქმა მინდა, რომ როგორც აი შეიძლება რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართ კიდევ ბევრ რაღაცას მოუყრუოს რუსეთმა, მით უმეტეს ეხლა როცა არ აქვს სრულიად სახარბიელო მდგომარეობა და იქ უკრაინის ომი აქვს წამოკიდებული და ბევრი შიდა პრობლემა აქვს, ხო, მაგრამ აი სომხეთს ზუსტადაც ვერ გაუტარებს მგონია ესეთი ტიპის მოქმედებებს, იმიტომ რომ სომხეთი რუსეთთან აი ეს სომხური დიასპორა თითქოს შეზრდილია რუსულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტასთან და ბიზნეს ელიტასთან. აქედან გამომდინარე, ამას აუცილებლად ექნება თავისი შედეგები. თვითონ ტონი, როგორც ხედავთ, პუტინის განცხადებისა არის სწორედ ასეთი ერთგვარად მუქარი შემცველიც, მაგრამ პრინციპში რაღაც ფორმით გასაგებიც, რომ და რაზეც ისაუბრობდა აი განცხადების განსაკუთრებით პირველ ნაწილში, რომ კი ბატონო, გნებავთ, გადაწყვიტეთ, თქვენი საქმეა, მაგრამ უნდა იცოდეთ ამათ რა შედეგები მოყვება და ამას პირველ რიგში მოყვება ეკონომიკური შედეგები, რაც ფაქტიურად დაიწყო კიდეც უკვე, ამას მოყვება გულისხმობ ემბარგოს პროდუქტზე, ამას მოყვება ენერგეტიკული შედეგები, იმიტომ რომ როგორც იცით, აქამდე სომხეთი იღებს, დღემდე მათ შორის იღებს რუსეთის მხრიდან შეღავათიან ფასში გაზ ბუნებრივ აირს და შეღავათი ამ შემთხვევაში გულისხმება ის, რომ თუკი ევროპულ ბაზარზე ბარელის ფასი თუ როგორც კუბურის ფასი არის დაახლოებით 500 თუ 600 დოლარამდეო, სომხეთი იღებს ამას დაახლოებით 140 დოლარად, ანუ ძალიან მნიშვნელოვნად შეღავათი თურფასებში იღებს და ალბათ ეს მოცემულობაც უკვე
შეიცვლება შემოდგომიდან შეიძლება ზამთარში უყვარს ხოლმე რუსეთს განსაკუთრებით აი ამ ბერგეთის გამოყენება, როცა ყველაზე უფრო მეტი საჭიროება არის ამ ბუნებრივი აირის. ესეც იქნება ზეწოლის ფორმა, ზეწოლის ფორმა იქნება ევრაზიული კავშირისგან ალბათ დისტანცირება სომხეთის და იმ ბენეფიტებისგან დისტანცირება მათ შორის რაც აი ამ კავშირის წევრობას ახლავს და რაც ყველაზე ბოლოს და ალბათ ყველაზე უფრო ჩემი აზრით მაინც ნაკლებ სავარაუდო არის, თუმცა ასევე ახსენა პრეზიდენტმა პუტინმა თავის გამოსვლაში ეს არის უკვე უკრაინის ბედი. ასე დაიწყო უკრაინაშიც და იმედი გვაქვს რომ აქამდე არ მივალთო და აქამდე რომ არ მივიდეთ, ამიტომ თავიდანვე სწრაფად უნდა ვთქვათ ვინ რას ვაპირებთ. ცოტა კი ბატონო და დავამთავრებ. ჯერესეთი თენგომ რა თქვა, ის ფაშინინი აპირებს რომ ევროკავშირიდან მოახდინოს აი ამ ბენეფიტები ჩანაცვლება და პორტებით მიიღებს ალბათ ყველაფერს. თურქეთისგან მიიღებს. აი ყველაზე დიდი პრობლემა რაც შეიძლება სომხური სახელმწიფო წინაშე დადგეს. და არა მარტო სომხური სახელმწიფო წინაშე, მათ შორის ჩვენ წინაშეც პრინციპში. აი ამ პროცესების ბოლოს იქნება ის, რომ როგორ ვინ წარმოუდგენია ჩვენ გასაგებია ჩვენ დასავლეთი წარმოგვიდგინა ამის გარანტი და ჩვენ დღეს ვხვდებით, რომ ისე არ არის. მაგის გააზრება დაიწყო ქართულმა ერმა, რომ ქართული კულტურისა და ქართული სახელმწიფო სუვერენობის გარანტი ვერ იქნება ფრანგები და გერმანელები და ამერიკელები, ხო? და აი აქ აი ამ თურქეთ-აზერბაიჯანის შორის მოქცეული სომხეთის სუვერენულობის ან კულტურული უსაფრთხოების ან ეთნიკური უსაფრთხოების გარანტი მომავალში მომავალ საუკუნეს ან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში თუ ეს პროცესები ეწავიდა როგორც ეს ფაშინიანს სურს ასე ვთქვათ მის ფარველებს ევროპაში ხო აი მე ეს პრობლემა დაუდგებათ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რაც ისტორიული გამოცდილება აქ სამწუხარო გამოცდილება ხო და მათი გამოსახედან ეს არის მთავარი ფაშინიანის აღქმით თურქეთი აღარ არის პრობლემა ანუ მე მახსენდება აი ამ შემთხვევაში გვარამიამ თქვა ჩვენთან ესეთი რამ, როდესაც ყარაბაღის საკითხი დასრულდა იქ, რომ აზერბაიჯანმა აღადგინა ყარაბაღზე კონტროლი, მიულოცა სომეხ ხალხს, მაშინ გვარამია მეგრო, აიო, როგორც სიმსივნე ისე მოიცილესო და ეხლა მათ აღარ აქვთ უკვე რუსეთთან ურთიერთობის, რა ჩენი ლაპარაკი, რომ აღარ აქვთ რუსეთთან ურთიერთობის საჭიროება და როგორც სიმსივნეო, ისე მოიცილესო ყარაბაღის სომხებმაო და გილოცავთო აწი შეგიძლიათ ევროპულ სახელმწიფო შედგეთო. დაახლოებით მე წარმომიდგენია, რომ ის ასევე უყურებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, გვარამია დიდი ალბათობით, რომ ეს არის საქართველოსთვის სიმსივნე და ჩვენს ლამაზ მოვიშორებთ, ესე იგი რუსეთისგანაც გავთავისუფლდებით, მაგრამ პაშინიანიც ასე უყურებს, ეს არის უბედურება მისთვის უკვე თურქეთი და აზერბაიჯანი აღარ აღიქმება საფრთხეს. მათთან გავაფორმეთ აგენ შვიდობიანი. ფაშინიანი გასაგებია, მე ვსაუბრობ აი სომეხი ადამიანი, სომეხი ეროვნების წარმომადგენელი, ცხოვრები. და შენ წარმოიდგინე, იქაც ძალიან ბევრია ჯენზი. ზუსტად ის თაობა. კი, არა, რა გონია. პაშინიანი ყველაზე უფრო პოპულარული ამ შემთხვევაში არის სწორედ ახალგაზრდა თაობაში, თორე ხანდაზმული, ასაკში მყოფი თაობა, შუახნის ადამიანები არ უჭერენ მას. ისეთი რამე არის, აი ცოტა მკითხვა, მაგრამ ცოტა მკითხვა რომ რაღაცა ყველაზე დიდი მინუსი რაც არის ლიდერისთვის, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტია, მის პერიოდში დაკარგოს ტერიტორიული მთლიანობის, ანუ ტერიტორია პირიქით დაკარგა, ანუ რაზეც ამდენი წელი იყო და ბოლო-ბოლო იქ რაღაცა კონფლიქტი იყო და ხალხი ეს მაინც მე მგონია ცოტნე რომ ის რასაც ახლა შენ ამბობ კი ესეა მაგრამ რაღაცა მოსახლეობა 65% თუ აქვს ისევ არჩევანი კი ბატონო გორბია მაგრამ აი ხარ ვიცი შვიდში რომ ამ კაცმა მოიგოს ესე იგი როგორ აქვს ხო რომ სომეხი ერისთვის არ არის მნიშვნელოვანი პრობლემა 2008 2000 არა კი აი საპრეზიდენტო არჩევნები 2008-ში მოიგო მიშამ მაგრამ ჩემზე კარგად იცი როგორ მოიგო ხო ეს არჩევნები ნუ ამერიკელების დიდი ლობი იყო ანუ აქაც ფიქრობ რომ ასე იქნება აუცილებლად იქნება ასე ამისობა მას ეხა 65%-ს რომ ერთი კვირით ადრე იძახი რომ მაქო არა ხო არჩევნებად ესე იგი ამაზე იმიტომ რომ ხო მე არ მინდა უბრალოდ ისე იყოს რომ რეალურად ხო ეხა სომხეთი არ არის ჩვენი მართლა აი ჩვენი მოსაზღვრეა და ბოლოს და ბოლოს ძალიან ხშირი ურთიერთობა ჩვენ ვარ მქონე სომეხ ხალხთან იქ და არ გადავდიოდეთ, არ გადმოდიოდეთ. ეხლა თბილისში საქართველოში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს. დიასპორა ყავს და ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს, მეგობრები ყავს და მინიმუმ ინფორმაცია მაინც ვიცით, ხო? და კი ბატონო, საერთოდ სხვა შორის ჩვენ აღიარება გვიყვარს და ვაღიარებ და რატო გავუსვი ხაზი რომ მე მართლა ვაღიარებ, ჩვენ ვაღიარებთ რომ სოფლიოში გამორჩეული დიპლომატი არა გეტყვი რას ვაღიარებთ. სოფლიოში გამორჩეული დიპლომატი ბატონი სერგეი ლავროვი
და ის არის მართლა მაღალი დონის დიპლომატი, არის თბილისელი სომეხი, ამას ვაღიარებთ. ჯვარის ისტორია არ არის სომხებთან კავშირში, მაგრამ სულ ამას ვაღიარებთ ხოლმე და მეუბნები ჩვენ მეგობარ სომხებსაც ხოლმე, მაგრამ ეს თუ აღიარებო რომ აღიარებთ, მაგრამ ძალიან ძნელია ეხლა ჩვენ მე დავიჯერო ის რომ ეხლა 75% კი მანდ დაიწერა, მაგრამ არჩევნებში ამ კაცმა რომ მართლა აი ნახავთ თლად ბუნებრივი არჩევნები არ იქნება არსად კი არა ამერიკაში არ ტარდება ხო თვითონ გვესმის ხანდახან ტრამპი როგორ ისე იგინება ხოლმე რომ მამუკა მდინარეზე იქ რო იყოს თავისი დეპარტამენტით ალბათ დააჯარიმებდა ხო მაგრამ რომ ამ კაცს რაღაცა არ ვიცი აი მართლაც რაც ყარაბაღთან დაკავშირებით მოხდა რომ ამ კაცს რაღაცა ესეთი არჩევანი ხოში არის მართლა ახალგაზრდობის კი ბატონო უბრალოდ აი რა შევაჯამო ვიტყვი ამ შემთხვევაში გათულა პაშინიანის არის სომეხ ახალგაზრდობაზე ძირითადად და მას თუ ყავს ხარდამჭერები ძირითადად მას უჭერენ ხარ სწორედ ახალგაზრდები აქედან გამომდინარე არის მისი აი ეს უშუალობაც რაღაც პერაშკის ჭამა, ღვეზელის ჭამა ავტობუსებში და ესე უშუალო შეხებები ყოველ შემთხვევაში გათვლა მას ასეთი აქვს და ამ შემთხვევაში თავარი არის ის რომ სომეხი ახალგაზრდებისთვის როგორც ჩანს არ უნდა აღიქმებოდეს უკვე თურქეთი და აზერბაიჯანი მტრებად პირიქით დაულაგდეთ ჯობია მათთან და დავასრულოთ მტრობა ეს არის მისი მთავარი ლოზუნგი რამდენად გამოუვა ხა პაშინიანს აი ამ ორ ცხენზე ერთდროულად ჯდომა ალბათ ამას დრო გვიჩვენებს ყოველ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ უსურვებთ მშვიდობას და ყოველივე საუკეთესო მოგლე ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვ და კიდევ ერთხელ გვინდა რომ მადლობა გითხრათ რომ ვიყურეთ და გვისმენთ განსაკუთრებით ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურობდა ჩვენს YouTube გვერდზე რავი ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რომ ვიყოთ და ეს სივრცე სოლიდარობის საქართველოს ტალღა იყოს ყოველთვის თქვენთან პირდაპირ ეთერში და რაც შორად ყველაზე მთავარია მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს ვინც მადლობას ვეთქვით ყველა იმ ადამიანს ვინც აქტიურობს გვიყურებს და განსაკუთრებით თავისუფალ ახს და მის მესაურებს რომ ესე ამ შემთხვევაში მართლაც გვაქვს საშუალება რომ გამოუცხადოთ სოლიდარობა ყველას ყველა ერს ყველა ქვეყანას და განსაკუთრებით ჩვენ ერს და ჩვენს მეგობრებს მათ შორის ვინც აი ესე ჩვენი პროფესიის ადამიანებს ვინც რაღაცა პატარა ფანჯარა თუ კერა რაც არსებობს თავისუფალ სიტყვას და ობიექტურ ინფორმაციას ვაცვლით. ამიტომ რა ვფიქრობთ რომ არ გავხდებით ქვია ახალი სამსახურის სამიზნე არაფერს ემინეში. ჩვენ როგორც ყოველთვის კეთილსინდისიერად ობიექტურად გადამოწეულ ინფორმაციას გასვიდით, მით უმეტეს არავის არ ლანძღავდით და არ ჩაგრავდით პირდაპირ ეთერში, პირიქით თუ ვინმე ამას იყენებდა, ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ, მაგრამ არც დანოსების წერას ვაპირებთ, იყოს ჩვენ თვითონ გავუმკლავდებით სახელმწიფომ მიხედოს დაიხარჯოს სხვა რიგით უპირატეს მოქალაქეებზე, ვისაც მართლა ჭირდება ეს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.